სურმევას დადაბირების საქმეში კიდევ ერთი მაღალჩინოსნის ბრალეულობა იკვეთება. დათა ახალაიას ორშაბათს ბრალს დაუსწრებლად წარუდგნენ, რადგან ის არსებული ინფორმაციით საქართველოში არ ემყოფება. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობა შეუფარდებს, საქმეში შესაძლოა ინტერპოლი ჩაერთოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების დადამეტებაში ედება. განცხადება ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში გააკეთა ის, რადგან მთავარი კითხვის სტუმარი იყო. არჩილ კბილაშვილის თქმით, მოწმეები ჩვენებებში ცალსახად მიუთითებენ, რომ გარკვეული ქმედებები ახალაიას უშუალო დავალებით და მონაწილეობით ხორციელდებოდა. ერთ-ერთი ეპიზოდი ინფორმაციის უკანონო მოპოვებას ეხება. გამომძიებელთა მიერ, პროკურატურის მიერ უფრო სწორად, უახლოეს დროში, ალბათ ორშაბათისთვის ბრალი იქნება წაყენებული დათა ახალაიასათვის დაუსწრებლად. სასამართლოს მიემართება აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში უკვე ეს სასამართლოს გადაწყვეტილება მთავარი პროკურატურის მიერ ჩაერთვება ინტერპოლით საძიებ პირთა ქსელში და შესაბამისად ასეთი პირის ძებნა მოხდება ინტერპოლის მიერ.